როგორ განისაზღვრება თავად ჯანმრთელობა? ჯანმრთელობა, რომელიც სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობაა. ჩვენი უცხოელი კოლეგები თავიანთ სახელმძღვანელოებში ჯანმრთელობის სწორედ ასეთ განმარტებას გვთავაზობენ უკვე. როდესაც უკანასკნელ პერიოდში დაიწყო ჯანმრთელობის წახნაგების ცოტა უფრო დეტალური შეფასება, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის მითითება შეიძლება სულაც არ იყოს საკმარისი. რატომ? მე როგორ ვარ ფიზიკურად? ანუ როგორია ჩემი ფიზიკური ჯანმრთელობა? მე რას ვგრძნობ? ანუ როგორია ჩემი ემოციური ჯანმრთელობა? როგორია ჩემი ფიქრები? ანუ როგორია ჩემი მენტალური ჯანმრთელობა? როგორია ჩემი ურთიერთობები? ანუ როგორია ჩემი სოციალური ჯანმრთელობა? რამდენად ჯანმრთელია გარემო, ცოცხალი და არაცოცხალი ჩემს გარშემო და ვინ ვარ მე? როგორია ჩემი სულიერი ჯანმრთელობა? რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობა გაცილებით მეტს იტევს, ვიდრე ადრე წარმოგვედგინა და დღეს დანამდვილებით ვიცით, თუ ადამიანისთვის და ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ღირებულება, როგორც სიცოცხლე, ადამიანის სიცოცხლე, მაშინ ადამიანისთვის თავისუფლება, როგორც მთავარი მონაპოვარი, ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი ღირებულება და რაც მთავარია, ის რისთვისაც ღირს სიცოცხლე, გამოდის, რომ ჯანმრთელობაში არის ჩადებული, რადგან ჯანმრთელობა არის თავისუფლება და ავადმყოფობა არის შეზღუდული თავისუფლება.